მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ბოლო დროს ალბათ ერდოღანს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ქართველებმა, რადგან ძალიან ბევრ ქართველში როგორც იქნა გააღვიძა ისტორიული მტრის და გენეტიკური მტრის ხატი კი არა, არსებობა, რომელიც მიძინებული იყო, მივიწყებული იყო მთელი ამ ხნის მანძილზე. რომ თურქები ჩვენი ძმები არიან, სტრატეგიული პარტნიორები არიან, მეგობრები არიან, ეს არის, მოკლედ 1000 სიბინძურე, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოში, მიზანს ისახავდა მხოლოდ ერთს, რომ ისტორიული მტერი წარმოეჩინათ ქართველისთვის ისტორიულ მეგობრად, თუ ისტორიულ მეგობრად არა, თანამედროვეობის ამბავში ცივილიზირებულ მეზობლად, რომელთანაც არანაირი დაპირისპირება და არანაირი, ასე რომ ვთქვათ, დაძაბულობა არ შეიძლება გქონდეს, რადგან თურქებს კეთილი განწყობების იქეთ ქართველებთან არაფერი არ აკავშირებდა საქართველოსთან. მოკლედ ეს ზღაპარი ძალიან ბევრმა დაიჯერა საქართველოში, მე არ მაქვს უკნიდან განათლებულ მედასავლეთებზე საუბარი, რომლებსაც თავისთავად ეს საკითხი არ აწუხებდათ და არ აწუხებთ, ეს ელემენტარული ლოგიკა არის ამ ყველაფრის. იქედან გამომდინარე, რომ თვითონ თურქეთი ისტორიულად იყო დასავლეთის, კონკრეტულად ბრიტანეთის, ასე რომ ვთქვათ, მფარველობის ქვეშ, ბრიტანული პოლიტიკის გამტარებელი რუსეთის წინააღმდეგ დიდ საჭადრაკო დაფაში, როგორც ოფიციალურად აღიარებული არის ეს დოქტრინა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დოქტრინა ბრიტანეთის მხრიდან და აქ თურქეთი ერთ-ერთ ძირითად როლს იკავებდა, ამიტომ უკნიდან განათლებულები, რომლებიც ზუსტად დასავლური ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდნენ, ისინი ვერასდროს ვერ ხედავდნენ, არასდროს არ ხედავდნენ და არასდროს არ აღიქვამდნენ ამ პრობლემას ისე სინამდვილეში, როგორც იყო ეს ყველაფერი და როგორც არის რეალობაში ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მათგან არასდროს არ უნდა ელოდეთ იმას, რომ როდესმე ეს მთელი ოპოზიციური ბიომასა, რომელიც ახლა არჩევნებისთვის და რო გითხო ქუჩაში რაღაც მიტინგებისთვის არის შეკრებილი, ოდესმე ხმას ამოიღებს, არა ესენი ხმას არასდროს არ ამოიღებენ, იმიტომ რომ ესა ჩვეულებრივად არანაირი ოპოზიცია, ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი გამყიდველთა გუნდი, მეხუთე კოლონა, როგორც არის ცნობილი, მოღალატეების მეხუთე კოლონა, ამიტომ მათ სულ ფეხებზე ეკიდათ და კიდიათ ეს ყველაფერი. არა და საქართველოში ისტორიულად ისტორიული მტრის მახსოვრობა ქართველი კაცის გონებაში და არსებობაში, რომელთან ბრძოლამაც საქართველო 12 მილიონიდან 700,000-ზე ჩამოიყვანა, საქართველოს მოსახლეობა ღრმად იყო ჩამჯდარი და რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ 10 საუკუნის მანძილზე ჩვენ ქვეყნებს შორის უწყვეტი ბრძოლები მიდიოდა, საუკუნე არ გასულა, რომ რამოდენიმე დიდი ბრძოლა არ გადაგვეხადა ოსმალეთთან. რაც შეეხება თურქების გათეთრების პოლიტიკას, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებები, სინამდვილეში რეჟიმები ოდითგან ახდენდნენ, ეწეოდნენ ამ ყველაფერს და ეწევიან დღესაც. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც აი ქოცების რეჟიმის პერიოდში საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ჩასვლა და ათათურქის საფლავის მონახულება, პატივის მიგება, დიდგორობა დღეს და იქ პასუხისგებლობის აღება იმაზე, რომ თურქი მესხები დაბრუნდებიან საქართველოში და ამას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რადგან ბატონი ივანიშვილის ღიად ამბობდა და აცხადებდა, რაც პირდაპირ ევროპელების მოთხოვნა იყო 1999 წლიდან, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ხდებოდა, ეს არავისთვის ახალი არ არის. და ასევე დიდგორობა დღეს თურქულ ჯარზე, თურქული მისალმებით მისალმება და იქედან პასუხის მიღება. სამწუხაროდ ეს კაცი, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სარდალად ითვლება, დიდგორობა დღეს, ერის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს იბრძანდებოდა და იქ თურქ ჯარის კაცებს ესალმებოდა, ქართული ჯარი არ ახსოვდა. ახლა აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურქული სპეცსამსახურების დავალებით და ვინც არის ჩემი ვიდეობლოგის მსმენელი, მაყურებელი და ვინც იცის ჩემი ბიოგრაფია,
4 წლის წინ დიდგორობის 900 წლის თავზე და აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავზე მე ჩემ მეგობრებთან ერთად დამაკავეს, იმიტომ რომ ბათუმში აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავი და დიდგორობის 900 წლის თავი ერთად არ აგვენიშნა და ბათუმის საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილება, რომ აღმაშენებლის ძეგლი დაიდგას, რომელიც დღემდე არ სრულდება, ეს მოგვეთხოვა, ყველამ კარგად იცის, როგორ აკეთებდა ამას ქოცური ხელისუფლება, როგორ ახდენდა ამის გამო პირადად ჩემ დევნას, ეს საერთოდ გასაკვირი არ არის, რადგან საერთოდ თურქების და თურქული მოდგმის ხალხის მიმართ ქოცები ყოველთვის ავანგარდში იყვნენ ჩამდგარი, ეს მეორე საქმე, რომელიც ჩემს მიმართ ჰქონდათ აღძრული, ეს ისახავდა ასევე დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილებასთან დაკავშირებით, რომ მე თურმე ეთნიკურ შუღლს ვაღვივებდი და თურმე დავით გარეჯი საქართველოსია, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე აზერბაიჯანელებს ვამცირებდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი, თურმე ამითი. მოკლედ დღეს მინდა გაჩვენოთ ერთი ვიდეო, რომელიც 5 წლის წინ არის ჩაწერილი ტყიბულის რაიონში. სოფელ ხრესილთან ეს არის ბრძოლა სოლომონ პირველის და ფიცის კაცების თამადობით, ასევე აფხაზეთის მთავარი ხუტუნია შერვაშიძის და აფხაზთა ჯარის დახმარებით დიდი გამარჯვების მოპოვება, რომელსაც იმერეთის დიდგორს ეძახიან, სადაც გადაშლილი არის საერთოდ თურქების სახელი, თურქების ხსენება და ძველი წარწერა წაშლილი არის და თურქების მაგივრად და ოსმალების მაგივრად დაწერილი არის მტერთან ბრძოლაში. ეს ერთი რო ვთქვათ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არის, ეს ერთი და გამოძიებას ექვემდებარება კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც კულტურული ძეგლის დაზიანება, ეს ერთი და მეორე ისტორიის ღია გადაწერა, რომელიც ღია გადაწერაც სამწუხაროდ ჩვენ თვალწინ გაგვიკეთეს, მაგრამ ამაზე პასუხი და რეაგირება არ ქონია არც ერთ კულტურის მინისტრს, არც ერთ სამართალდამცავს და არც ერთ, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ლიდერს, რომელსაც თავი პრეტენზია აქვთ გამოხატული და ამბობენ, რომ ეს რაღაცა ეროვნულ ფლანგს წარმოადგენენ. მოკლედ ნახეთ დღეს ეს ვიდეო და მინდა გითხრათ, რომ იქ არაფერი არ შეცვლილა. ეს არის კულტურული გენოციდი ქართველი ერის თვითონ საქართველოში, რაზეც პასუხი არავის დღემდე არ უგია და ალბათ არც არავინ აგებიებს პასუხს მთელი ამ რეჟიმების მმართველობის პერიოდში ეს ნაცები იქნებოდნენ თუ ქოცები არიან, იმიტომ რომ ისინი ქართველი ერის გადაჯიშებაში და განადგურებაში და გადაგვარებაში ერთსულოვნები არიან. ეს არავისთვის ახალი ამბავი არა, ვისაც ქვეყნის ბედი ადარტებს და აინტერესებს. მოკლედ ნახეთ ეს 5 წუთიანი ვიდეო და დანარჩენი აზრი თქვენ თვითონ დააფიქსირეთ.